მოგესალმებით, მეგობრებო, მე ლადო ნაცვლიშვილი ვარ, ეს ჩემი არხია. დღეს შემოგთავაზებთ სტანდარტულ ვიდეოს, სადაც განვიხილავთ გასულ უქმეებზე ჩავლილ ივენტს და შევეხებით ასევე დამდეგ უქმეებზე რა ივენტიც გველოდება. სანამ დავიწყებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და თუ გინდათ რომ მისდიოთ მას, თვალყური ადევნოთ ქრონოლოგიურად და არ გამოგჩეთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და ჭიროთ ღილაკსაც, ზარის ღილაკს და ასე გახდეთ ასე ვთქვათ ჩემი გამომწერები. ამას გარდა კონკრეტულად ვიდეოს თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ თქო და მოიწონოთ ისიც. მას ასე დავიწყოთ გასული ივენტის, რომელიც შედგა სიეტლში და აი სად და სიეტლში ნამდვილად არ ველოდებოდი წლის ივენტს, რომელიც შეიძლება საბოლოოდ აი ძალიან რთული იქნება რომელიმე ივენტმა აჯობოს სანახაობის კუთხით ამ ივენტს და ალბათ პირველი ფავორიტია იმისი, რომ 2026 წლის საუკეთესო ივენტად დასახელდეს. ხო, სიეტლს არ ვერჩი, უბრალოდ თვითონ სიეტლი არის მაინც შედარებით 7 მოსაწყენი ქალაქი, მოსაწყენი გულისხმობ, დიდ ქალაქები ზოგადად მოსაწყენი არ არის, მაგრამ დიდ ქალაქებში ხა ყველაფერი შედარებითია და უფრო მაინც ესეთი 7 რეპუტაცია აქციას, მაგრამ სიგიჟები მოხდა სიეტლში. მივყვეთ პრინციპში ქრონოლოგიურად, ჩვენ ვისაუბრეთ უმეტესობა ბრძოლებზე, ფაქტიურად მთავარ ქარტზე და ნაწილ ბრძოლებზე კიდე, ზოგიერთ ბრძოლაზე წინასწარი ქარტიდან და პრინციპში უნდა ვაღიაროთ, რომ თითქმის ყველაფერი გამოვიცანი და სწორი პროგნოზები გავაკეთეთ. ერთადერთი გამოთქმაც არის ესეთი, ამ ქალებს ვერაფერი ვერ გაუგეო. ქალებმა, კონკრეტულად კი ალექსა გრასომ და მეისი ბარბერმა, უფრო ალექსა გრასომ სასწაული გააკეთა, რასაც ნამდვილად არ ველოდი, თუმცა ამ ბრძოლამდე მივალთ, რა თქმა უნდა. მოდი ჯერ განვიხილოთ პრელიმ ქარტი. პრელიმ ქარტში სხვადასხვა შეგვიძლია პრელიმ ქარტს, ანუ წინასწარ ქარტს დავარქვათ ბელატორის ზეიმი, ან ბელატორის დომინაცია, ვინაიდან სამი მებრძოლი ყავდა წინასწარ ქარტზე, ისეთი მებრძოლი, რომელიც თავის დროზე ბელატორში იბრძოდა და შემდეგ ახლახან მოვიდა UFC-ში და საბივემ გაიმარჯვა. თუმცა იქამდე პრელიმ ქარტის პირველ ბრძოლას, პირველი ბრძოლა იყო უბრალოდ ნავახო სტერლინგი, ბრუნო ლოპესი, ამ ბრძოლას არ შევხებივართ, არ გვისაუბრია პრინციპში, არც იყო მე მგონი დიდი საინტერესო, თუმცა თვითონ ბრძოლა საკმაოდ კარგი იყო და ვინც უყურეთ დამეთანხმებით, რომ ძალიან მაღალი დონის ბრძოლა აჩვენა, ზოგადად მაღალი დონე აჩვენა ნავახო სტერლინგმა, ახალ ზელანდიანმა მებრძოლმა და მართლა ძალიან საინტერესოა მისი თვალყურის დევნება. მე დიდად ჩვენ მაინდამაინც ჭიდაობა ვერ ვნახეთ მისგან, თუმცა იქ ეპიზოდებში ჩანდა, ყოველ შემთხვევაში ისე მარტივად იცავდა თავს ბრუნო ლოპესის მცდელობებისგან. ჭიდაობა მოეხვია მისთვის, რომ აშკარად გრეპლინგშიც კარგი ბიჭი უნდა იყოს და ფიზიკურად თან არის ძალიან ძლიერი, აქ შესანიშნავი ანთროპომეტრია. და უნდა დავაკვირდეთ ნავახო სტერლინგს, უკვე ალბათ სავარაუდოდ შეიძლება ტოპ 15-დან მისცენ მეტოქე. მithumetes რომ ბრუნო ლოპესი სხვაშიც არ არის სუდი მებრძოლი, ზოგადად საკმაოდ განსწავლულია, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული უნარები არ აქვს, მაგრამ საკმაოდ განსწავლულია, ყველაფერი იცის ასე თუ ისე, ასე რომ ზოგადად თან ძალიან ჭკვიანი მებრძოლია, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე და ასეთ მებრძოლების ასე დამარცხება, ასეთი დომინაციით არ არის ნამდვილად მარტივი. მომდევნო ბრძოლა წინასწარ ქარტზე იყო კეისი ონილსა და გაბრიელა ფერნანდეს შორის, პირველ რაუნდში ბრუტალურად გათიშა კეისი ონილმა და სხვათა შორის ვინც უყურა სეტანტა სპორტზე ამ ივენტს, ამ ბრძოლის შემდეგ მინდიას უთხარი, რომ ძალიან იშვიათია ქალებში ასეთი ნოკაუტები მეთქი. ფეხზევე გაითიშა გაბი ფერნანდესი და გათიშული ჩავარდა ესე ქვემოთ და დამეთანხმა ამაზე მინდია, მაგრამ თურმე ჯერს ახარ ქალების MMA-ში ისეთი რაღაცა მოხდება იმ საღამოსვე, რომ ცოტა მოიცადეთ. ამის შემდეგ იყო ტაილერ ფორჩუნსა და მარტინ ტიბურა შორის ბრძოლა, სადაც ასევე შეიძლება ეს ბრძოლა, ცალკე აღებული ბრძოლა დიდად სანახაობრივი არ იყო, მაგრამ ძალიან სახალისო რამ მოხდა. პლუს ბაფერმა გამოაცხადა ერთსულოვანი განაცხადებით გამარჯვებულად მარტინ ტიბურა. ცოტა კი გაგვიკვირდა და ყველას და მაყურებელმა სასწაული სტვენა დაიწყო, რომ აშკარად
ფორჩუნმა მოიგო ის ბრძოლა, აშკარად. გასაგებია რომ შეიძლება ცოტა მოსაწყენ სტილში შეიძლება არც ისე არ მოგვეწონა სხვა ჩვენ თვითონაც არ იყო კმაყოფილი ფორჩუნი, მაგრამ მოიგო აშკარად. დამწუხრებული ფორჩუნი წავიდა, განკვირვებული და გახარებული ტიბურა ხარობდა, მიუხედავად მაყურებლის უკმაყოფილებისა, მაგრამ ცოტა ხანში გაიგო ყველაფერი, დაუძახეს, მოაბრუნეს ტაილერ ფორჩუნი და ხელახლა გამოაცხადა უკვე ტაილერ ფორჩუნი უკვე გამარჯვებულად პლუს ბაფერმა. როგორც ვთქვით, ბაფერი შეცდა უბრალოდ არასწორად წაიკითხა გამარჯვებული. ხო, ტაილერ ფორჩუნი არის სხვადასხვის მებრძოლი, რომელსაც მთელი კარიერა ფაქტიურად თავიდან ბოლომდე შეიძლება თქვას გაზრდილია ბელატორში და მხოლოდ ეს იყო მისი დებიუტი სხვადასხვის UFC-ში და საინტერესო ის არის, რომ UFC-ს სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვებით მან ფაქტიურად გაინაღდა ტოპ 15-ში ადგილი. ანუ პირველივე ბრძოლით. ზოგადად ეს ტრანსლაციისას აღნიშნე რომ ცოტა უცნაური იყო რომ ტიბურა მისცეს სადებიუტო ბრძოლაში, ანუ ტიბურა ტოპ 15-ის მებრძოლია და თან ტოპ 15-ი მე მგონი ტოპ 10-ის იყო საერთოდ მარტინ ტიბურა, მე მგონი ტოპ 10-ისა, ტოპ 10-ში შევიდა ფაქტიურად ტაილერ ფორჩუნი ერთადერთი გამარჯვებით. ხო, თუმცა ახლა ასე მოხდა, ყოველთვის მოუგო, ვისაც უნდა მოიგო. სხვა საქმეა რომ რამდენად უნდა მისცი ასე დებიუტანტს 40 წლის ტოპ 10-ის მებრძოლი და ასეთი კარგი შანსი რატო უნდა მიცეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ტაილერ ფორჩუნის პრობლემა არ არის, მან გააკეთა ის, რაც უნდა გააკეთებინა. მომდევნო ბრძოლაში ასევე ყავდა ბელატორის ყოფილი მებრძოლი ლენს გიბსონი, აი აქედან უკვე დავიწყეთ ჩვენ წინასწარ, ასე ვთქვათ, ვიდეოში საუბარი და რაღაც ვისაუბრეთ ბრძოლებზე, რაღაც პროგნოზების გავაკეთეთ. აქ თუ გახსოვთ, ჩემი პროგნოზი იყო ის, რომ ლენს გიბსონი მოუგებდა აუცილებლად, ჩემ დასამწუხაროდ თქო, ვინაიდან გულშემატკივრობდი ჩეის ჰუპერს, მაგრამ ვერ ვხედავდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩეის ჰუპერი ძალიან დახვეწილი, ლამაზი გრეპლინგი აქვს, მაგრამ ზოგადად ჩეის ჰუპერს უჭირს ძალიან ხის და ფიზიკურად ძლიერ მებრძოლებთან, განსაკუთრებით რომელსაც ჭიდაობა იციან და დაცვის კუთხით მაინც შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ჭიდაობით თავის დაცვა. თან ისიც გავიხსენე რომ ჩეის ჰუპერი ქვედაწონიდან არის ამოსული, ლენს გიბსონი საკმაოდ ისეთი ძლიერი მსუბუქწონოსანია და ვივარავდი რომ ვერ წააქცევდა ჩეის ჰუპერი და შესაბამისად ძალიან დაზიანდებოდა ლენს გიბსონთან და მართლაც ასე მოხდა პირველივე რაუნდში. რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ჩეის ჰუპერს, მაგრამ ძალიან მარტივად დაიცვა თავით ეგ რაუნდისგან. ლენს გიბსონმა და სამი წუთი სრულდებოდა ბრძოლის, როდესაც ძალიან ბრუტალურ ნოკაუტში გაუშვა, პირდაპირ ყურის არეში დაარტყა ისე რომ პირდაპირ დაკარგა ყველანაირი კოორდინაცია და საერთოდ აი თითქოს ყინულზე შეაგდესო, ისე იყო, ისე სრიალებდა ოქტაგონზე ჩეის ჰუპერი, დროულად ჩაერია იქ რეფერი და შესაბამისად მეტ ზიანს კიდე გადაურჩა ჩეის ჰუპერი. ლენს გიბსონი სხვადასხვა ძალიან ბევრი სტვენა მიიღო ამ გამარჯვებისთვის ლენს გიბსონმა, ვინაიდან ჩეის ჰუპერი არის სიეტლიდან. ლენს გიბსონი წარმოადგენს კანადას, როგორც მოგიხსენებათ და შემდეგ ინტერვიუზე თქვა რომ ლენს გიბსონმა რომ მეო დასავლეთ სიეტლში დავიბადეო და საინტერესო იყო ძალიან იშვიათი რაღაცის მომსწრენი გავხდით, ეს უკმაყოფილო სტვენა ხო იყო მაყურებლისგან და ეს რო თქვა უცებ ეს სტვენა გადაიზარდა ოვაციებში. უცებ შეაყვარა თავი ლენს გიბსონმა მაყურებელს და აი მეორე ბელატორის მეორე მებრძოლმა მასაც დიდი ნაწილი თავის კარიერისა ბელატორში ჰქონდა გატარებული. ასევე მეორე ბელატორის ყოფილმა მებრძოლმა მოიპოვა გამარჯვება. ამის შემდგომ ბრძოლაში კვლავ იყო ბელატორის ყოფილი მებრძოლი, უпростоრედ ტოფიკ მუსაევს ჰქონდა ბელატორშიც ბრძოლები, ვერ ვიტყვით რომ ხა მთელი კარიერა გატარებული აქვს, მაგრამ ერთი-ორი ბრძოლა აქვს პასას ბელატორში გატარებული. UFC-ში ატარებდა თავის მეორე ბრძოლას იგნასიო ბოჰამონტესთან. ამ ბრძოლაზეც ვისაუბრეთ და მიუხედავად იმისა, რომ წდომში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა ბოჰამონტეს და ფავორიტიც იყო, საკმაოდ ისეთი ბუპეგერების აზრით, გამოვთქვით მოსაზრება, რომ არც მასია საქმე და იდეაში ტოფიკ მუსაევი, მე ყოველ შემთხვევაში დავასახელე ფავორიტად ამ ბრძოლაში და ასეც მოხდა, თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვინ დავასახელეთ ფავორიტად, თავარი ამ ბრძოლაზე რაც უნდა ვისაუბროთ, ჩვენ გარდა იმისა, რომ ეს ივენთი შეიძლება აღმოჩნდეს საბოლოოდ წლის ივენთი, ჩემი აზრით ეს ბრძოლა ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება აღმოჩნდეს წლის ბრძოლა. რა თქმა უნდა, საღამოს ბრძოლა ბუნებრივია. საღამოს ბრძოლის ბონუსი დაიმსახურა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას ელოდება წლის ბრძოლის
ნომინაციაც. ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან რო არ გავრისკო, ვიტყვი რომ ჩემი აზრით აი ნომინანტებში, აი 3 ნომინანტში აუცილებლად მოხდება წლის საუკეთესო ბრძოლის ნომინანტებში ტოფიკ მუსაევსა და ბაჰამონდეს შორის ბრძოლა, რომელიც იყო საოცრად სანახაობრივი, ძალიან სისხლიანი, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა ამ ბრძოლამ. მაგრამ ალბათ ეს კითხვის ნიშანი გულისხმობ რამდენად სამართლიანად მოხდა იქ რაღაცეები, რამდენად ყურადღებით იყო რეფერი, იქ გახსოვს ეპიზოდი, რომ მუსაევი ბაჰამონდესმა ვისაც არ უნახავს, მას უჩევ ჯერ რომ უყუროს და იმისთვის ვამბობ, რომ ნოკდაუნში ჩააგდო საკმაოდ მალე და ძალიან აი ეს როგორი ნოკდაუნი იყო, იცი ცოტაც აკლა დაფინიშებას. უნდა დაემთავრებინა კიდეც და ძის გადაყვანასადა და მოეჭიდა თითებით გალიას. მუსაევი შეიმაგრა, თავით გადაურჩა იქ ძის გადასვლა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თვითონ აღმოჩნდა ზემოდან და ძალიან დააზიანა ბაჰამონდესი და შემდეგ მიდიოდა უკვე სისასტიკე. მთელი ბრძოლის განმავლობაში სასტიკად სცემდა ტოფიკ მუსაევს. თავის მხრივ გარკვეულწილად არ აკლებდა არც ბაჰამონდესი, თუმცა ცხადი არ მუსაევმა მოიგო ეს ბრძოლა ულაპარაკოდ. ამას გარდა კიდევ იყო ეპიზოდი, როდესაც გამეორებაზე გვიჩვენა თან რეჟისორმაც, რომ როდესაც ქვემოთ მოქცეულ ბაჰამონდეს თავში თავი დაარტყა, სახეში თავი დაარტყა ტოფიკ მუსაევმა. ნუ ვიდეოზე ის ჩანდა, რომ თითქოს შეგნებულად დაარტყა. ყოველ შემთხვევაში ესეც გაატარეს, ასე ვთქვათ, რეფერიმაც და შემდეგ გვერდითმა მსაჯებმაც. ჩემი აზრით ტოფიკ მუსაევის მხარემ რომ გააპროტესტოს ეს ბრძოლა, რამე აპელაცია დაწეროს, ამ ბრძოლას აუცილებლად გადააკეთებენ მინიმუმ ნო კონტესტად, თორე ისე წესების მიხედვით ამ თავის დარტყმისთვის ზოგადად ასეთ რაღაცაზე დისკვალიფიკაციას აძლევენ დამრტყმელს და გამარჯვებულს აცხადებენ ხოლმე დაზარალებულს. ნუ ეს ასე თუ არ გადააკეთეს, ყოველ შემთხვევაში აუცილებლად გადააკეთებენ ნო კონტესტად. ოღონდ ამისთვის აუცილებლად აპელაცია უნდა დაწეროს ტოფიკ მუსაევის მხარემ. თუ არ დაწერა, მაშინ არაფერს არ გადააკეთებენ. ნუ ესე ასე არის მიღებული. სხვა საქმეა, რამდენად დაწერს ტოფიკ მუსაევი, ზოგადად ხშირად ერიდებიან ხოლმე ესეთ რაღაც სკანდალური რატო ახლა, მაგრამ ყოველთვის ხშირ შემთხვევებში არ გავაღიზიანოს გამო არ წერენ ხოლმე. არ ვიცი როგორ მოიქცევა ტოფიკ მუსაევი და მისი, ასე ვთქვათ, მხარე, ასე ვთქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ დაწერს აპელაციას აუცილებლად გადააკეთებენ. თუმცა ეს იმ ფაქტს არ შეცვლის, სხვათა შორის ძალიან ბევრი ბრძოლაა UFC-ის ისტორიაში, რომელიც შემდეგ რაღაც სხვადასხვა მიზეზით გაუქმდა. მაგრამ იქ ბონუსი აიღეს და განსაკუთრებით ბრძოლის ბონუსები ყოფილა ასეთ ბრძოლებში და ეს ბონუსი რჩება უკან არავინ აბრუნებს ამ დროს ამ თანხას. ასე რომ გადააკეთებენ ნო კონტესტად თუ არ გადააკეთებენ, მნიშვნელობა არ აქვს ტოფიკ მუსაევს და იგნასიო ბაჰამონდეს შეხვდათ ის ბონუსი დამსახურებულად, ეს ბრძოლა აღიარეს საღამოს ბრძოლად და შესაბამისად ასეთად დარჩება. რაც არ უნდა შეცვალონ უშუალოდ ბრძოლის დასრულების შედეგი, ასე ვთქვათ. შემდეგი ბრძოლა უკვე გადავედით შემდეგი ბრძოლით გადავედით მთავარ ქარtze ტერენს მაკენი, კაილ ნელსონი. ამ ბრძოლაზე ვისაუბრეთ. სიმართლე გითხრათ, აქ ცოტა უფრო ნელსონისკენ ვიხრებოდი, მაგრამ შინაარსი, თქვით კიდევაც და პრინციპში არ არის რთული ამის გამოცნობა ტერენს მაკენის შემთხვევაში. საკმაოდ დიდი შანსი იყო თქო, რომ საწყის წუთებში, აი პირველი რაუნდის პირველ ნახევარში ტერენს მაკენიმ დააფინიშოს კაილ ნელსონი, მაგრამ თუ ვერ დააფინიშა, აი პირველი რაუნდის მეორე ნახევრიდან უკვე დიდი შანსია, სადღაც პირველი რაუნდის მეორე ნახევრიდან, სადღაც მეორე რაუნდის შუამდე პერიოდში უკვე თავად დაფინიშდება მეთქი და მისდა საბედნიეროდ ტერენს მაკენის და საბედნიეროდ მოახერხა და საწყის წუთებში კი არა, წუთში, არც კი ნახევარი წუთის დაჭირდა 24 წამზე დააფინიშა კაილ ნელსონი ჰედ-კიკით და შემდეგ დაუმატა მუშტები, თუმცა მე ისევ ჩემაზე ვარ და აი რაღაცა რომ მომხდარიყო და იქ რომ გადარჩენილი იყო კაილ ნელსონი, ჩემი აზრით აი აქ რომ დაიხარჯებოდა ემოციურად და ადრენალინით ყველანაირად ტერენს მაკენი თუ არ დაფინიშნებოდა კაილ ნელსონი, ვფიქრობ რომ აი შემდეგ უკვე ან პირველ რაუნდის ბოლოსვე ან მეორე რაუნდის დასაწყისში უკვე თავად დააფინიშებდა. ასეთია ტერენს მაკენი, აი რო შეხედოთ ახლა მის ბრძოლებს სტატისტიკა ძალიან ისეთი უტყუარი რამ არის და უბრალოდ ჩახედეთ მართლა მის ბრძოლებს და ზუსტად ან იგებს პირველ წუთზე და მაქსიმუმ 2 წუთში ან აგებს პირველი რაუნდის შუა წელის მერე
მაქსიმუმ მეორე რაუნდში. მესამე რაუნდამდე საერთოდ არ მიდის ბრძოლა. ასეთია და მოკლედ ადვილია დენეს მაკინის ბრძოლებში ასეთი პროგნოზის გაკეთება. უბრალოდ აი რა მოხდება თვითონ სტარტზევე დააფინიშებს თუ ვერ დააფინიშებს და თვითონ დაფინიშდება აქ ცოტა ეს დენეს მაკინისთვისაც ლატარია გარკვეულწილად. შემდეგი ბრძოლა ქონდა მალიკ აბდულ მანსურ აბდურ მალიქთასა და იუსრი ბელგაროის შორის სადაც ფავორიტი იყო მანსური, თუმცა აქაც გამოვთქვი ეჭვები რომ ბელგაროი ფიქრობ სერიოზული ოპონენტი აღმოჩნდება მანსურისთვის, ვინაიდან სტილისტურად მანსური რასაც აკეთებს ძალიან რთულია ეს ასე იბრძოლო ამ სიგრძე და ამ სიგრძე ხელები და რაც თორე კარგი სტრაიკინგი და კარგი ნოკაუტორი ნიდერლანდელი ბელგაროის წინააღმდეგ, რომელიც სიმაღლეც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ არის 1.95 სანტიმეტრზე მეტი. და შეგახსენებთ რომ ეს საშუალო წონაა. ზოგადად 1.95 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის მებრძოლები ქვემძიმე და მძიმე წონაში სარკვავს ბევრი. ხა რომ ჩავხედოთ ტოპ-10-ში იქაც და იქაც ხა არ მინდა თქვენი დროც დავხარჯო ამაზე. შეგვიძლია მე თქვენს შეგიძლიათ შემოწმოთ. ფიქრობ რომ ტოპ-10-ში ნახევარზე მეტი მაინც ქვემძიმეშიც და მძიმეშიც მასზე დაბალია. ხო და შესაბამისად ძალიან დიდი სხვაობა იყო აქ სიმაღლეში. თან ახლა მანსურ აბდულ მალიკი თავადაც უსაშველოდ მაღალი ამ წონისთვის არ არის. დაბალიც არ არის, მაგრამ არ არის. 1.90 არ არის ყოველ შემთხვევაში. შესაბამისად სტილისტურად საკმაოდ ხერხული შეიძლება ყოფილიყო, თან ნოკაუტორია და როცა აფხელა უპირატესობა აქვს სიგრძეში, ხელების სიგრძეში, წლომში, სახიფათოა ზოგადად ესეთი მებრძოლი. და ასეც მოხდა პრინციპში ძალიან ცემა ნიდერლანდელმა აბდულ მალიკი, აი სამივე რაუნდის განმავლობაში მე ქება მანსურ აბდულ მალიკის ნიკაპს რომ არ დაფინიშდა პირველივე რაუნდში მაგალითად. პირველივე კი არა, მესამე რაუნდის თითქმის ბოლომდე გასტანდა, შეგახსენებთ მესამე რაუნდის 3 წუთი და 40 წამი არის 39 წამი არის ოფიციალურად დასრულების დრო. თან ბოლომდე ვერ გასტანა, მაგრამ რაც იქამდე გაუძლო, თან მთელი 3 რაუნდის განმავლობაში ცემდა უმოწყალოდ ნიდერლანდელი. შემდეგი ბრძოლა იყო ლერიან დაგლასსა და ჯულიან ეროსას შორის. ამ ბრძოლაზე არ ვისაუბრეთ, ვინაიდან ლერიან დაგლასის შესახებ არ ვიცოდი, გარდა იმისა, რომ საკმაოდ კარგ სტრიგზე იყო, მაგრამ თუ გავუძვით ვისაუბრე რომ ბრაზილიელებზე რთულია ასე ვთქვათ რეკორდით იმსჯელო იქ იმდენად ბევრი ორგანიზაცია რომ ბევრი ძალიან კონკურენტული ორგანიზაციებიც არის რაღაცა ძალიან ისეთი ორგანიზაციებიც ისე რა შესაბამისად შეიძლება ისე რა რეკორდით მოვიდეს მებრძოლი მაგრამ იყოს სასწაული ძალიან ძლიერი და შეიძლება მოვიდეს ფანტასტიკური რეკორდით მაგრამ აღმოჩნდეს ისე რა მებრძოლი ამიტომ ზოგადად ასეთ ბრაზილიელებზე ვცდილობ არ გავაკეთო ხოლმე პროგნოზი და ჯერ თუნდაც 1-2 ბრძოლა ვნახე ეს ბრძოლა და სწორედ ძალიან მომეწონა ლერიან დაგლასი. ეს ის შემთხვევა, როდესაც თითქოს ისეთი არაფერი რეკორდი და რეკორდი მართლაც არ აქვს ხა ისეთი რაღაც სასწაული ცუდიც არ აქვს, მაგრამ აქვს 14 გამარჯვება 5 მარცხი ხა, ცოტა არ არის 5 მარცხი, ხო? მაგრამ წინვალე კრივი აჩვენა და ძალიან კარგი უნარები ზოგადად ამ ბრაზილიერმა მებრძოლმა და ჯულიან ეროსა პირველივე რაუნდში გათიშა. ნუ შეგახსენებთ რომ თავარ ქარდზე აბსოლუტურად ყველა ბრძოლა დამთავრდა ვადამდე 4 და მოჩა პირველ რაუნდში, 1 მესამეში და 1-იც მეორეში. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე მაიკლ კიეზა, ნიკო პრაისი, ნუ აქაც შედეგი გამოვიჩენეთ, ეს ძალიან ადვილი გამოსასწორები იყო, აქ საერთოდ ვერ ხედავდი სიმართლე რომ გითხრათ ნიკო პრაისის გამარჯვებას და ზუსტად ვიცოდი რომ დააფინიშებდა მაიკლ კიეზა, ზუსტად ვიცოდი რომ მოგვდავდა თვიკიდეს ერთ-ერთი, ნუ მეთოდში ცოტა ვერ გამოვიცანი, ნუ ბრაბო ვიფიქრე რომ თუმცა ნუ ორივე იცის კიეზამ სხვათა შორის ზურგიდან მარყუჟებს კიდევ უფრო უკეთესად აკეთებს ბრაბოსაც კარგად აკეთებს მაგრამ მაინც ზოგადად უფრო იშვიათი სამიშენია ასე რომ ზურგიდან მარყუჟით პირველივე რაუნდში წუთსა და 3 წამში მოუმთავრა საქმე ნიკო პრაის მაიკლ კიეზამ და 4 მოგებიანი სერიით დაასრულა კარიერა და ამ ფაქტს კიდევ დაუბრუნდები ამას კიდევ შეგახსენებთ. ნუ უბულუცა მაიკლ კიეზას წინვალე
ну წინვალე რა ძალიან კარგი მებრძოლია, ძალიან კარგი ადამიანია სხვა შორის პიროვნულად მაგიაზე და არის სხვა შორის ძალიან კარგი კომენტატორიც და ჩვენი კოლეგაც და ზოგადად ანალიტიკოსიც, ზოგადად ის MMA-ში რჩება, UFC-ში რჩება, მას ხშირად ვნახავთ ხოლმე, on უკვე, ასე ვთქვათ, სოლიდურად ჩაცმულს და მიკროფონთან ერთად. ძალიან კარგი. და გადავედით უკვე თანამთავარ და მთავარ ბრძოლაზე. დავიწყოთ თანამთავარი ბრძოლით. აი ეს ბრძოლა ერთადერთი სადაც ნამდვილად ვერ გამოვიცანით, თუმცა კიდევ ერთხელ გამევებ, ამ ქალებს რას გაუგებ და ამიტომ რთულია ზოგადად არაპროგნოზირებადი არსებები არიან ქალები. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით არ ეწყინოთ ქალბატონებს. ალექსა გრასომ რაღაც სასწაული ჩაიდიდა მეისი ბარბერის წინააღმდეგ. წინვალე კრივი ბრუტალური ნოკაუტი ფეხზე და ფაქტიურად რაღაცნაირად აი რა გამახსენდა იცით დემეტრიუს ჯონსონმა რომ ეს თავის ცნობილი არბარე გააკეთა ჰაერში რო ააგდო და ჰაერშივე რო გაფსკვანჩე დაახლოებით ეს იყო ჯერ ხო გათიშა პირდაპირ დარტყმით და აი სანამ ბოლომდე დაეცემოდა იქვე შემოეხვია კისერია იყო და უკვე სხვათა შორის მაინტერესებდა რას დაწერდნენ და აი შერდოგს უყურებ მე შერდოგზე წერია KO თუმცა შეიძლება რომ დაეწერათ მაგალითად რენე ჩოუკი ანუ ზურგიდან მარყუში არც ის არ იქნებოდა არასწორი მოკლედ ასე თუ ისეა ორივე გააკეთა ალექსა გრასომ ჯერ გათიშა და შემდეგ გათიშული სანამ დაეცემოდა ფაქტიურად იქამდე აუკისერი და გათიშვილი მოგუდა კიდეც ნუ სასწაულის ანახაობა იყო მართალია მე ცოტა შევშინდით იმიტომ კარგახანი ვერ მოდიოდა აზე ის ბარბერი მაგრამ ნუ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა ძალიან შეშინებული იყო თვითონ ალექსა გრასოც იქვე ჩაიმუხლა და ძალიან ისე ელოდებოდა, როდის აღიდგენდა კონდიციებს მეისი ბარბერი, საბედნიეროდ ყველაფერი იგზია. ბარბერი რა თქმა უნდა მოასულიერეს. ხო, იმედი მაქვს რომ ბარბერი მალე აღიდგენს კონდიციებს და დაგვიბრუნდება, ძალიან კარგ სვლაზე იყო მეისი ბარბერი. ამიტომაც მე ვფიქრობდი რომ მაინც უფრო ბარბერი, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი რომ ალექსა გრასომ თავისას მიაღწია და რატომაც ხდებოდა საბეჭდება რომ თითქოს ესეთი მოტივირებული აღაც არის ალექსა გრასო. მაგრამ როგორც ხედავთ შევწდი მოტივირებული კი და ძალიან მაგარი მებრძოლია ალექსა გრასო. ნუ პრინციპში ნატალია ვალენტინა შევჩენკოს სხვანაირი ვერც დაამარცხებდა. შეგახსენებთ რომ სამი ბრძოლა ჰქონდა ალექსა გრასოს და ვალენტინა შევჩენკოსთან და სამივე სხვადასხვა შედეგი დასრულდა. ანუ ერთხელ მოუგო, შემდეგ იყო ფრე და შემდეგ წააგო. ნუ პრინციპში მარტო მოგება არა, აი მოგება ორ მოგებაში რო არც ერთ არ წააგებ. ორ ბრძოლაში რაც ეს არ წააგებ ვალენტინა შევჩენკოსთან უკვე არ შეიძლება შენი ჩამოწერა არც ერთ შემთხვევაში და პირადად უხდი ბოდიშ სინიორა გრასოს ამის გამო და უსურებ მას წარმატებებს და მივადგეთ თავარ ბრძოლაში ნუ აქაც გამოვიცანი პრინციპში ჩემთვის არაფერი უცნაური არ მოხდა სიმართლე გითხრათ ვინც უყურა ჩემს ვიდეოს დამეთანხმები რომ ზუსტად ასე მქონდა წარმოდგენილი მქონდა რომ წააქცევდა თქვი კიდევაც რომ სხვაჩუს ისიც ვახსენე ვიდეოში ზუსტად რომ მეორე ან მესამე რაუნდში შეიძლება დააფინიშოს მეთქი ნუ მეორეში გამოვიდა ნუ ესეც გამოვიცანი ფაქტიურად მოგლეთ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ სახელი და გვარი ბრძოლას არ იგებს ისრაელ ადესანია აღარ არის ის ისრაელ ადესანია რაც იყო და TikTok-ზეც თქვი მოკლე ვიდეოში და აქაც გავიმეორებ ზოგადად ძალიან ადამიანებს ძალიან გვინდა რეალობა გავხადოთ და დავინახოთ ისეთი როგორიც გვინდა რომ დავინახოთ და ხშირად რაცაც ხედავთ იმაზე ვხუჭავთ თვალს აი რა ნიშნებსაც გვაძლევს ღმერთი ან რა ვიცი განგება ბუნება არ აქვს მნიშვნელობა აი იმაზე არ გვინდა დავიჯეროთ ხოლმე აი წინა ვიდეოში რატო დავასახელე ხო ფავორიტად ჯო ფაიფერი ზუსტად მაგიტო რომ მიზეზი მთავარის ამომავალი იყო ის ადესანი ის აღარ არის მეთქი და ის ძალიან შორს არის იმ ადესანიასგან თქო და არგუმენტი მოვიტანეთ რომ ერთი კი რა ორ მარცხიანი სერიაც არ ქონია არასოდეს კარიერის განმავლობაში ადესანიას თქო როცა ძალიან დიდი ხანი თან მიაქცია ეს არ არის ის შემთხვევა როცა აი გაუძლიერეს ოპოზიცია და ამიტომ აერია ხო მთელი კარიერა UFC-ში აქვს ძალიან კონკურენტული ოპოზიცია ყავს ისრაელ ადესანიას რა ვიცი ისე რა მარტივი მეტოქე როდის შეხვდა არც მახსოვს სიმართლე რომ გითხრათ ორჯერ ვიტეკერები და ისინი და კანონიერები და პერეირები და მარ პერეირას ამდენჯერ შეხვდა ჯერმატო და ის რომ ამ ბრძოლამდე სამ მარცხიანი სერიით იყო მოსული ადესანია თან ყველანაირი მეთოდით და ყველანაირად რომ დაამარცხეს როგორც შეიძლება დაამარცხოს MMA-ში ჯერ
გადაწყვეტილებით 5 რაუნდიანში სტრიკლენდმა ცემა. შემდეგ დრიკუს დუპლესიმ, რომელიც არაფერი რაღაც გადასარევი მოჭიდავი არ არის, მოჭიდავი არის კი ვნახეთ აგერ ხამზათან. დრიკუს დუპლესიმ კისერი მოუგრიხა პირდაპირ საბმიშენი გაუკეთა face crank-ი და ბოლო ბრძოლაში პაიფერამდე ბოლო ბრძოლაში მეორე რაუნდში ნოკაუტში ფეხზე ნოკაუტში გაუშვა ნასრუდინ იმამოვა. კი, კარგი მებრძოლია იმამოვი, მაგრამ არანაკლებებს შეხვედრია რა აქამდე ადესანია. ეს სამი მარცხი უკვე რატო არ იყო საკმარისი რომ დაგვეჯერებინა რომ აღარ არის ეს ადესანია, ის ადესანია რა. მაგრამ ნუ ჩემთვის კი იყო საკმარისი, მაგრამ უმეტესობა არ დაეჯერა, მაინც ქონდათ ილუზიები, ჯო პაიფერმა ყველაფერს წერტილი დაუსვა და უკვე ასე ვთქვათ ზუსტად ის და რეზოლუცია დაადო, რომ რუსული სიტყვა უნდა თქვა, გამახსენდა. არა, რუსულად უვარგისია, ხო, ჯარში რო უყვენ, ვარგისია თუ უვარგისია? უვარგისია და არტყა ბეჭედი, უვარგისია. აღარ არის. ის ადესანი აღარ არის. ახლა მოდი სხვანაირად შევხედოთ. ძალიან ბევრი ის მიდის ახლა ხდება, ასე ვთქვათ, ესეთი მოსაზრებები, რომ უნდა დაანებოს თავი, უნდა დაანებოს, რა თქმა უნდა, შეიძლება დაანებოს, აბსოლუტურად მისაღები იქნება თუ დაანებებს, მაგრამ აუცილებელიც არ არის. და რა უნდა ქნას ადესანიამ ეს კითხვა იწვის, აბა თუ არ დაანებს რა უნდა ქნასო, ხო? რა უნდა ქნას ადესანიამ და მე გეტყვით რა უნდა ქნას, აი რო გითხარით, გაგახსენებთ იმ ბრძოლას მეთქი, რაც გააკეთა მაგალითად კიესა, მაგალითად. ბოლო 4 ბრძოლა რაც აკეთებს. იბრძვის 4 მოგებიანი სერიით არ კიესა. და კიეზაზე უფრო გაფუჭებული არ არის. კიეზა ზოგადად ისეც არ იყო ადესანის დონის, მაგრამ საკმაოდ გაცვეთილია კიეზაც. უბრალოდ მეტოქეებს ისჩევს სწორს. შეუძლია თუ არ შეუძლია ადესანიას უბრალოდ ბრძოლის გარეშე, აი ბრძოლის ისა აქვს. იმის გარეშე ვერზე მე ვფიქრობ რომ ეს არის ამ შემთხვევაში მებრძოლების მთავარი мотиваტორი აი ამ სიტუაციაში რომ არანებებენ თავს და მაინც რომ იბრძვიან, რომ უბრალოდ ფული და რამე მეორე ხარისხოვანია. უბრალოდ ბრძოლის გარეშე არ შეუძლიათ. აი ბატონო მაგალითი. აიღერა კარგი ბრძოლები შენთვის საინტერესო. კარგს ისეთ სტრაიკერებთან, ვისაც ვინც ასე ვთქვათ, შენთვის უხერხულ და უსიამოვნო ფორმატში არ გადაიყვანს ბრძოლას და კონკურენტული ბრძოლა შეიძლება გამართო. ან ცოტა ისეთ მებრძოლებთან, რომლებსაც არ აქვს ისეთი კარგი ჭიდაობა და წაქცევა ესე არ შეუძლიათ. თან არ არის აუცილებელი იყო კონტექტერები, რაღაცა სლაზე, ფაიფერი, რომელსაც მიზნები აქვს, დარწმუნებული ვარ, მიზნები აქვს ქამრის ახლა რამდენად აიღებს და მოახერხებს ჩემპიონობას სალკეთი, მაგრამ ამ სლაზია ეს მებრძოლი. სულ არ არის აუცილებელი. უამრავი კარგი ბრძოლა შეიძლება აიღოს ადესანიამ, სადაც ფულსაც გამოიმუშავებს და თავის ამ იმასაც, ასე ვთქვათ, დაიკმაყოფილებს. ასე რომ თლათასე რომ წავიდეს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის თუ არ წავა არ არის აუცილებელი, რომ მას სულ ყველა ბრძოლა წააგოს, ამის თქმა მინდა. მას შეუძლია ბრძოლების მოგება, სწორი ბრძოლები უნდა აირჩიოს. პრინციპში ეს იყო სულ რაც მინდოდა მეთქვა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არა ქალების არაპროგნოზირებოდა, ზუსტად არაპროგნოზირებადობა. ზუსტად გამოვიცანეთ ყველაფერი, მაგრამ ქალი იმიტოა ქალი და იმიტოა ეს არის მასში განსაკუთრებით დიდუბალი და საინტერესო, რომ ძალიან ხშირად არაპროგნოზირებადები არიან, ეს რა თქმა უნდა ხუმრობთ. ეს რაც შეეხებოდა სიეტლს, ახლა მოწყენილი სიეტლიდან, სადაც გიჟური ივენთი შედგა, ვრუნდებით გიჟურ ლას-ვეგასში, მომდევნო შაბათ-კვირას შეახსენებს აპექსი უმასპინძლებს ივენთს და მოიკანოსა და კრის დანკანის თავარი ბრძოლით დაგვხდება აპექსი. თუმცა სადამ გადავალ მომდევნო ივენთის პატარა წინასწარ ანალიზზე, შეგახსენებთ, რომ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, დააჭიროთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოგჩეთ ჩემი ახალ-ახალი და ცხელ-ცხელი ვიდეოები. მაშასე გადავდივართ აპექსში. მაშასე ბრუნდებით დამდეგ უქმეებზე აპექსში. მთავარი ბრძოლა გვექნება რენატო მოიკანო კრის დანკანი. რაც შეეხება დანარჩენ ბრძოლებს, სხვადასხვა ძალიან ისეთი ქარდია, ბევრი უცნობი მებრძოლია. შესაბამისად, ჩემი პრინციპიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ბრძოლაზე პროგნოზს არ გავაკეთებ, ვინაიდან შეგახსენებთ, რომ თუ ორივე მებრძოლს კარგად არ ვიცნობ, პროგნოზს ვერ იდები, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებ, მინდა რომ კარგად გავაკეთო და შესაბამისად ძალიან ისეთი გამოვა რა, ვარაუდზე გაკეთებული პროგნოზი გამოვა და არ მიყვარს. მინდა წარმოსახვაში წარმოვიდგინო ბრძოლა და იქიდან რაცაც დავინახავ, ის მოვიტანო ხოლმე თქვენამდე და თუ ეხება თუ მებრძოლი საერთოდ არ ვიცი რას აკეთებს ხოლმე ბრძოლებში, შესაბამისად ვცდილობ არ გავაკეთო პროგნოზი.
საინტერესო რითია ეს ქარდი. პირველ რიგში საინტერესო არის იმით, რომ მთავარ ქარდზე ყავს 3 დაუმარცხებელი მებრძოლი. პირველი მთავარ ქარდს გახსნის გილერმო პატსა და ტომას პეტერსენს შორის ბრძოლა. გილერმო პატი არის დაუმარცხებელი მებრძოლი. დიდი კარიერა აქვს, ბრაზილიელია. დიდი კარიერა არ აქვს, დიდი რა აქვს, ბევრი ბრძოლა არ აქვს ჩატარებული. 6 ბრძოლა აქვს, თუმცა 6-ში გამარჯვება აქვს მოპოვებული, 4 აქვს ნოკაუტებით და ტექნიკური ნოკაუტებით, 2-იც მსაჯების გადაწყვეტილებებით. UFC-ში მან უკვე ჩაატარა ერთი ბრძოლა, ალენ ფრაი დაამარცხა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. მეტოქე როგორც უკვე გითხარით, ტომას პეტერსენი ეყოლება, ამერიკელი 10 მოგებით და 4 მარცხით. საინტერესო იქნება ვნახოთ ეს ბრძოლა, სხვათა შორის საინტერესო ტენდენცია დავინახე აქ. ტომას პეტერსენს UFC-ში აქვს ჩატარებული 5 ბრძოლა და რიგრიგობით იგებს და აგებს და ახლა აქვს მოგების ჯერი. არ ვიცი, ვნახოთ რამდენად დაეხმარება ეს, ასე ვთქვათ, კანონზომიერება მას და რამდენად შეძლებს დაუმარცხებელი გილერმო პატის დამარცხებას. რაც შეეხება მომდევნო დაუმარცხებელ მებრძოლს ამ ბრძოლის შემდეგ ბრძოლაში, აქ უკვე ეს მებრძოლი ძალიან მაინტერესებს. ტომი მაკმილენი ხდება იტალიელ მანოლო ზეჩინის. ტომი მაკმილენი ამერიკელი მებრძოლი არის დაუმარცხებელი 28 წლის არის 9 გამარჯვება 0 მარცხი 9 გამარჯვებიდან 3 აქვს ნოკაუტებით და ტექნიკური ნოკაუტებით 5 აქვს მახჩობელებით და ერთიც გადაწყვეტილებით სხვა შორის გადაწყვეტილებით თან უპირატესი გადაწყვეტილებით majority decision მოიგო თავისი ბოლო ბრძოლა დანავეთის კონტენერების სერიაში იქამდე 100%-იანი ფინიშერი იყო იქამდე როგორც გითხარით, თან უბრალოდ 100%-იანი ფინიშერი კი არ იყო. ყველა ბრძოლა აბსოლუტურად ჰქონდა მოგებული პირველ რაუნდში. ან ნოკაუტებით, ან მარჩობელებით. განსაკუთრებით ხშირად გილიოტინას იყენებდა, თუმცა ზურგიდან მარყუშსაც ურევდა ხოლმე მაშინ. აშკარა რომ კარგი ჭიდაობა აქვს ამ ბიჭს. შეიძლება გრეპლინგიც, მაგრამ ჭიდაობა უკვე, რაღაცნაირად ვარაუდობ, რომ ჭიდაობის ბაზისი აქვს ავარაუდოდ მას. პროგნოზებს ასეთ ბრძოლებზე არ ვაკეთებ, უბრალოდ CV-დან გამომდინარე და რეკორდიდან გამომდინარე ძალიან დიდი სხვაობა ხა მანოლო ზეჩინი არის კი იტალიელი მებრძოლი, რომელსაც ბოლო ბრძოლაშიც მარცხი აქვს. მორგან შარიესთან დამარცხა პირველ რაუნდში ნოკაუტით. და იქამდეც ახლა ორი ბრძოლის წინ კიდე მარცხი, მოკლედ განსაკუთრებული ის არ აქვს რა, რაღაც სტაბილურობით არ გამოირჩევა და წესი და რიგით მართებს ყოველ შემთხვევაში ამერიკელ მებრძოლს იტალიას დამარცხება, თუმცა ახლა ძალიან ისე მით ვერ გეტყვით ახლა და დაზუსტებით და ვერ დავიფიცებ, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამიმეორებ, არ მინახავს ტომი მაკმილენის ბრძოლა და სიმართლე გითხრათ, არც მანოლო ზეჩინის ბრძოლა არ მინახავს, არ მოგატყუებთ რა. ერთი ბრძოლა აქვს UFC-ში ჩატარებული იტალიელს. მომდევნო ბრძოლაში კლავ დაუმარცხებელი მებრძოლი ყავს ბრაზილიელი რაფაელ ესტევამი. მაკაპა, მისი მეტსახელი 14 გამარჯვება 0 მარცხი 29 წლის და სხვათა შორის ეს 14 გამარჯვება არ არის ხელწამოსაკრავი, ვინაიდან მან ეს გამარჯვებები მოიპოვა, როგორც ვთქვით, ბრაზილიაში ბევრნაირი ორგანიზაცია, მაგრამ არის ძალიან სერიოზული ორგანიზაციები და ერთ-ერთი ასეთის ჩემპიონი იყო, სწორედ შუტო ბრაზილის ჩემპიონი იყო, თან ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული, ყველა მოგებული ბუნებრივია და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ რაფაელ ესტევამი ძალიან კარგი შევსებაა UFC-ში. UFC-ში სხვა შორის პირველი ბრძოლა არ არის მისი, 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული. 3-ვე მოგებული ცხადია, თუმცა 3-ვე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ანუ ფინიშით მოგება მას არ აქვს UFC-ში ჯერ, ისე, კარიერაში ფინიშები არ აკლია, რა თქმა უნდა, აქვს 4 გამარჯვება ნოკაუტებით, 3 საბმიშენებით, 7 შესაბამისად მსაჯების გადაწყვეტილებებით. შესაბამისად ამაზე შეიძლება გვეთქვა ესტევამზეც, რომ მას მართებს მოგება თავისი მიდან გამომდინარე ეთიმ იუინგთან, თუმცა არც ეთიმ იუინგი არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე 28 წლის არის ეთიმი 9 გამარჯვება 2 მარცხი შეიძლება ისე შტამბეჭდავად არ ჟღერს როგორც 14-0-ზე, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს 2 მარცხი მან იწვნია პროფესიონალური კარიერის პირველ 2 ბრძოლაში. ამის შემდეგ მხოლოდ იგებს, ანუ 9 მოგებიან სერიაზეა ეთიმ იუინგი
კარიერა მან დაიწყო 2020 წელს. ანუ ფაქტიურად 26 წლის იყო ის ორი ბრძოლა რომ წააგო რა შეიძლება ითქვას. უბრალოდ პირველი ბრძოლა რომ წააგო. მეორე 2022-ში წააგო და აი მის შემდეგ 2023 წლიდან უკვე მხოლოდ იგებს. UFC-ში მან უკვე ერთი ბრძოლა მოიგო და თან ვიღაცას არ მოუგო. სხვათა შორის მალკომ ველმეიკერი დაამარცხა და ეს ბრძოლა მე ნანახი მაქვს. წინა მებრძოლებისგან განსხვავებით. მათი ბრძოლებისგან განსხვავებით და გაკვირებული ვიყავი რა მართლა არ ველოდი რომ ასე დაჩაგრავდა მალკომ ველმეიკერსთან დებიუტადი თუ სწორად მახსოვს short notice-ზე აიღო ის ბრძოლა ტიმ იუინგმა. მოკლედ ძალიან კონკურენტული ბრძოლა გველოდება, რა თქმა უნდა, პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რეკორდებმა არ მოგვატყუოს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როგორც ბრაზილიელი, აშკარაა რომ ბრაზილიელის ძალიან კარგი მებრძოლი ჩანს და ნუ იუინგი ვიცით რომ კარგი მებრძოლია უკვე, თუმცა ნუ ერთი ბრძოლა გვაქვს ჯერ UFC-ში ნანახი. ვაგრძელებთ რა არის საინტერესო დამდეგ ქარდზე, სანამ თავარ ბრძოლაზე მივალთ, რა თქმა უნდა თავარ ბრძოლაზე უფრო დიდი ხანი გავჩერდებით. ხო, კომეინამდე გვაქვს ერთი საინტერესო ბრძოლა, რომელზეც ასევე გავჩერდები. თურქეთის წარმომადგენელი აბდულ რაჰმან იახიაევი. ეს ისე ეროვნებით ჩეჩენია, ეს მებრძოლი. დაუმარცხებელია ის 8 ბრძოლა 8 გამარჯვება. ხდება ბრენსონ ჰიბეიროს, ბრაზილია ბრენსონ ჰიბეიროს ქვემზი მეწონის ბრძოლა, შეგახსენებთ. ბრენსონ ჰიბეირო ძალიან ისეთ გამოცდილი, კარგი მებრძოლია, განახილავს მისი ბრძოლები UFC-ში. კარგი ხანია ის UFC-ში, ორი მოგება აქვს, 4 მარცხი. მოვიდა კონტენდერების სერიიდან, მაგრამ იახიაევი ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო ახალგაზრდა, შეიძლება გამოუცდელიც დავარქვათ, მაგრამ თურქეთის წარმომადგენელი რეალურად თან ძალიან ახალგაზრდა 25 წლის არის. ჩემი აზრით ფავორიტი უნდა იყოს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ დანახი მაქვს მე ამ ბიჭის თითქმის ყველა ბრძოლა. და პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო მებრძოლია და დივიზიონში, სადაც ზოგადად ჭირს ესეთი კარგი მოჭიდავეები და ჭირს ერთი და მე კიდე თუ ძალიან კარგი მოჭიდავე ხარ, ისეთი მებრძოლები არიან, რომ მათი ასე ვთქვათ მიწაზე გადაყვანა არ უნდა გაგიჭირდეს თუ ფეხზე არ მოხვდა მანამდე. ვფიქრობ სერიოზული აურზაური შეიძლება ატეხოს და მოკლედ ამბიც უნდა დავაკვირდეთ, ხა ძალიან არ მინდა შორს წავიდე ამ ავანსებში, მაგრამ აი ძალიან შორს რო წავიდეს იახიაევი მე არ გამიკვირდება ყოველ შემთხვევაში. სხვა შორის ორგანიზაციები ძალიან ისეთი აქვს კონკურენტული, მან კარიერა დაიწყო ACA-ში, ხა ACA-ზე რაც არ უნდა თქვა ის რომ კონკურენტული და ძლიერი მებრძოლები არიან, ამას რა თქმა უნდა წყალი არ გაუვა. იქ ორი ბრძოლა მოიგო იახიაევმა, ოღონდ ძალიან მალე დატოვა ACA, ტიტულამდე არ მივიდა და ხვდები რატომაც დატოვა, მაშინ სხვა შორის ბნელეთის სახელით გამოდიოდა ჩეჩენია როგორც გითხარით. ამის შემდეგ უკვე მას ხედავთ თურქულ ორგანიზაციაში, არც ისე ცნობილ ორგანიზაციაში, სადაც ჩემპიონი ხდება და შემდეგ იცავს კიდევ კამარს წარმატებით, ოღონდ უკვე არის თურქეთის სახელით, ანუ დატოვა. არ ვიცი ხა რა მიზეზებით ვინმეს გაეცა თუ რა მოხდა, მაგრამ აღარ ცხოვრობს ეს ბიჭი ჩეჩნეთში, გამოდის თურქეთის სახელით. აი ამ თურქულ ორგანიზაციაში ჩემპიონობის შემდეგ წავიდა RS-ში, იცით ეს ფრანგული ორგანიზაცია, ძალიან სერიოზული ორგანიზაცია, სადაც ასევე ჩემპიონი გახდა. თან ძირითადად სუფინიშებით იკებს და ნუ წინვალე ჭიდაობა აქვს, სასწაუდო ჭიდაობაც და გრეპლინგიც, ანუ საბმიშენებით აქვს, სხვათა შორის ამ 8 გამარჯვებიდან 4 აქვს საბმიშენებით. ძალიან კარგად ეფექტურად აკეთებს საბმიშენებს, თუმცა არ არის აუცილებელი, მხოლოდ ერთი გამარჯვება გადაწყვეტილებით, მაგრამ თუ დაჭირდა ესეც შეუძლია მას, აი შეიძლება არ არის ძალიან მოსაწონი ვიზუალურად, მაგრამ აი რაც დუპლესის გაუკეთა ჩიმაევმა თავისუფლად შეუძლია მასაც აი ესეთი მეთოდით მოგებად შეუძლია. და ამის გარდა ფეხზეც ძალიან კარგია და თუ გახსოვთ მისი ბოლო ბრძოლა და სადებიუტო ბრძოლა UFC-ში ერთი ბრძოლა ჩატარებული რაფაელ კარქვეირასთან კი 33 წამზე მოგუდა ზურგიდან მარყუშით, მაგრამ ეს სხვაჭოეს ძალიან გავდა ეს ალექსე გრასოს იმას. ნუ იქ გათიშვილი არ მოგუდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სანამ მოგუდავდა ფეხზე ჰაიკიკით თავი წააცალა კინაღამ და რო გვეგონა რომ უკვე ნოკაუტში ჩავარდებოდა, ნუ არ გაითიშა, დაეცა, მაგრამ არ გაითიშა ჰიბეირო დაბრუნდა მალე, მაგრამ დაბრუნებული მიწაზევე ძალიან მალე გაფსკვანჩა იახიაევმა და ზურგიდან მარყუშით მოგუდა საბოლოოდ. ეს ყველაფერი მან მოასწრო 33 წამში. მოკლედ ჩემი აზრით ჰიბეიროს ძალიან გაუჭირდება იახიაევთან და მე აქ
თურქეთის წარმომადგენელი მგონია დიდი ფავორიტი რო არ მოგატყუოთ. ნახოთ შეიძლება შევცდეთ, მაგრამ მე რატომღაც ეს ბიჭი ძალიან მომწონს რა, იმიტომ რომ მისი ბრძოლები რაც ვნახე, თან ისეთი კონკურენტულ ორგანიზაციებში ძალიან შთამბეჭდავი იყო მართლა. მივოდექით კომეინზე ვინ გვყავს? კომეინზე გვყავს ვირნა ჟანდირობა, ტაბატა რიცი. ნუ ზოგადად ქალებს რას გაუგებ? არა პროგნოზირებადი არიან, მაგრამ მაინც შევეცდები აქ პროგნოზი გავაკეთო. მე ვფიქრობ, ვირნა ჟანდირობა თუ ძალიან არ დაისტრესა იმ საჩემპიონო ბრძოლაში თავისი მარცხით, მაკენზი დერნთან მარცხმა, თუ ძალიან თუ არ დასტრესა და ძალიან დეპრესიაში თუ არა და თუ რაღაცა მენტალობა არ დაურღვია, ვფიქრობ ფავორიტი უნდა იყოს. და არ მგონია თან ხა რატო უნდა დაერღვია, ხო, ხა რაღაცა კი 5 რაუნდიაში წააგო, უკეთესი აღმოჩნდა. უკეთესი ჯიშერი აღმოჩნდა. მაკენზი დერნი 37 წლის კია ისე, ვინა ჟანდირობა და მასაკში როცა ესე ახლოს ხარ გამართან და ვერ მოიგებ ცოტა გაწმილება შეიძლება პატარა დეპრესიულ განწყობაში გადაგიყვანოს, მაგრამ რა ვიცი, მე მაინც გავრისკავდა ვიტყვი რომ ვირნა მგონია ფავორიტი. არა ტაბატა რიცი, ცუდი გოგონა არ არის, 31 წლის არის, კარგი მებრძოლია ნამდვილად. ბოლო ბრძოლაში დაამარცხა ამანდა ჰიბასი ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში. შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ვირნა უნდა გამოვიდეს აქედან გამარჯვებული. თუმცა ხა თუ შევწდები, ხა არც პირველი იქნება და არც ბოლო მithumetes ქალების ბრძოლებში ხშირად ვწდები ხოლმე. და თავარი ბრძოლა რენატო მოიკანო, კრის დანკანი. ნუ ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან რთული ამ ბრძოლის პროგნოზირება და იქნება ძალიან სანახაობრივი ბრძოლა ჩემი აზრით. რატო არ რთული პროგნოზირება? მოიკანოდან გამომდინარე, ხა მოიკანო არის როგორი ბრძოლა, ძალიან ჭკვიანი მებრძოლია ზოგადად. გეგმას სწორს ირჩევს ხოლმე, თუმცა მარტო ჭკვა არ არის, ხო, იქ ფიზიკურად ჩემი აზრით ფიზიკური მონაცემები მოიკანოს არ აქვს საკმარისი. აი და ამიტომ ზოგჯერ მის მიერ არჩეული სწორი გეგმაც იმ გეგმას შესრულებაც ხოლმე და აქ ცოტა ფიზიკა ხელს არ აძლევს ხოლმე, არ უწყობს ხოლმე, ასე ვთქვათ. კრის დანკანი, ნუ რაც შეეხება კრის დანკანს კი ეხება წყიდვალე სერიაზეა, მოგებების სერიაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კრის დანკანს რაღაცა წაგება არ შეუძლია და მისი წაგება წარმოუდგენელია. არა, სხვა შორის და თუ მის ბრძოლებს ჩავხედავთ და გავიხსენებთ, ჩახედვა შეიძლება არაფერი არ მოგწეს, მაგრამ გავიხსენებთ 4 მოგებიან სერიაზეა. თითქმის ყველა ბრძოლაში ის მარცხთან არც ისე შორს არ იყო. იგივე თუნდაც ეს მაკინისთან, რომელსაც საწყის როგორც ყოველთვის ტენეს მაკინისგან პირველივე წუთზე კინაღამ დაფინიშდა, ძალიან ახლოს იყო გათიშვასთან, თუმცა რაღაცნაირად გაუძლო პირველ რაუნდის ნახევრამდე და შემდეგ თავად დააფინიშა ტენეს მაკინი. მატეუ ჟებეცკისთანაც ისეთი ბრძოლა იყო, რომ ბოლომდე ვერ გაიგებდა ვინ მოიგებდა საბოლოო ჯამში. უჩენიკთან კი დააფინიშა, თუმცა იქამდე იყო, ასე ვთქვათ, რაღაცა მომენტები, რომ შეიძლებოდა უჩენიკს დარჩენა და გამარჯვება. მოკლედ ისეთი ბრძოლაა, რომ თავადაც დარტყმებსაც იღებს და ზიანსაც იღებს, რომ საფრთხეში ვარდება ხოლმე კრის დანკანი და აი საფრთხეში ჩავარდნილ მეტოქეები როცა ვარდებიან საფრთხეში, ამას კარგად იყენებს ხოლმე. მოიკანო ისე და ისე თავის ჭუიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ ისეთ საფრთხეში ჩავარდა კრის დანკანი, რომ მოიკანო, მაიღო მისი ზურგი, ვფიქრობ, რომ დანკანი ვერ გადარჩება. თუმცა მეორე მხრივ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება თუ საკმარისად ხისტი და ძლიერი აღმოჩნდა კრის დანკანი, შეიძლება რაღაც მომენტში გატყდეს მოიკანოც. ნუ თითქოს არა, მართლა ძალიან რთულია საპროგნოზო, მაგრამ მე გავრისკავ და მაინც ჩემ ფავორიტს ვიტყვი. მოდი, მინდია ციკლაურის ხათრით კრის დანკანს დავასახელე ფავორიტად, მინდიას ერთ-ერთი ფავორიტი მებრძოლია და არ ვაწყენინოთ. რა თქმა უნდა, მარტო მინდიას ხათრით არ ვამბობ, ზოგადად მე რაღაცტომღაც უფრო ვიხრები კრის დანკანისკენ, თუმცა კიდევ ერთხელ გამიაბრუნებ, რომ ძალიან ახლო ბრძოლა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პრინციპში ეს იყო, სულ ახლა მომიტევეთ, რომ ბევრი ვერ ვისაუბრე ამ ივენტზე, მაგრამ თქვენ თვითონაც ალბათ ხვდებით, რომ ძალიან ისეთი ივენტია, რომ ბევრი სასაუბრო არა გვაქვს, ბევრი სასაუბრო და უმეტესად რაღაცა ჰაერიდან შეგვიძლია მოვიტანოთ რაღაცები. იმდენი ახალი სახეა, იმდენი უცნობი მებრძოლია, ნუ ვინც ნაცნობი ყავდა და ვიზიც რაღაცა ვიცოდეთ, კი ვისაუბრეთ. დღეისათვის პრინციპში სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები,
შეგიძლიათ გამოიწეროთ, შეგიძლიათ არა აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოგჩეთ ქრონოლოგია ჩემი ვიდეოებისა, გარდა სტანდარტული ვიდეოებისა შეგახსენებთ თუ ვინც პირველად მიყურებთ, რომ კიდე სხვა ფორმატის ვიდეოებიც არის ჩემსავე არხზე, მეცაც გეტყვით ფორმატის, რომელიც მთლიანად ეთმობა ხოლმე თქვენს კითხვებზე პასუხებს, არანაირი სხვა კონკრეტული ივენთები განხილული არ არის ხოლმე, ასე რომ ამაში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ მაგათაც თქვენი კითხვები. დღეისათვის ეს იყო, თუ ვიდეო მოგეწონათ, მოიწონეთ ბოდიში ტავტოლოგიისთვის და რა თქმა უნდა, იყავით ჯანზე.